ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამხრივი დიალოგი ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ქართველებს შორის. იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, იმდენად ბევრი სიახლე ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენი საზოგადოებების შიგნით, განსაკუთრებით სომხურ აზერბაიჯანული სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, საქართველოში მიმდინარე პროცესების ჩარჩოში, ესე რომ ვთქვა, დაიწყავსი გაცვლა ინფორმაციის, განწყობების, ემოციების, რითი სუნთქავს ჩვენი საზოგადოებები, რა მიზნები ამოწრავებს, რა პოლიტიკური, სოციალური, კულტურული პროცესები ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ რაც მთავარია, ის არის, რომ სომხურ აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესი, პოლიტიკური პროცესი დაწყებულია და ეს უკვე არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც წარმოდგენილი პრინციპში რამდენიმე წლის წინ. ის კი არა ხელმოწერა, რამდენიმე თვის წინაც კი შეუძლებლად გვეჩვენებოდა და 1000 წინაპირობები განისაზღვრა კონსტიტუციის ცვლილება სომხეთის და სხვა. თურმე შესაძლებელია, ასე რომ მე მგონი ძალიან უნდა დავაკლოთ აი ამ დონეზე მაინც დიალოგის პროცესი, იმიტომ რომ ჩვენი სომხი და აზერბაიჯანელი კოლეგები პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესია და იმისთვის რომ ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა დამყარდეს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს რეგიონში გაცილებით ძალისხმევა საჭირო და მას ემსახურება ჩვენი დიალოგი.